ეთერშია ახალი ამბები 10-ზე და მოკლედ ანონსებიდან შეიტყობთ თუ რას ნახავთ დღეს. 5 კანდიდატი და 1 ადგილი გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობისთვის ბრძოლა იწყება. მე ვიტყვი რომ მე მაქვს გონივრული ამბიცია იმისი რომ კონდეს ამბიცია საკრებულოს თავმჯდომარეობის სულები მაქვს ხა. უმრავლესობა დამიჭერს ხარ. ვა დარწმუნებული და მითო კაცო 900 ლარიანი პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა რა სიტყვენ კოლაგელები. ხო რომ ბოლომდე მიიყვანოს ამ გზეს ხევს გზა მისცენ რომ ეს ნაკვეთები აღარ დაგვიტბოროს ეს ხიდი სოფელში კი კარგია მაგრამ ქვევით ნაკვეთებისთვის კიდევ გესაძლევს იმ ვენახებში დასასვლელად ყვარლის ყოფილი გამგებელი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს და აკმაყოფილებს თუ არა სასამართლო ქერხიშვილის არჩევანს. და 10,000 ტონა ატმის მოსავალი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ინიციატივა. საჭირო დოკუმენტაცია და ღონისძიება, რაც მათ ჭირდება ექსპორტისთვის, იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მობილიზებული საკოორდინაციო ცენტრებში. საღამო მშვიდობისა ვიწყებთ დღის მთავარ 10 საათიან გამოშვებას სტუდიაში თამარ გორხელაშვილი მუშაობს. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოში ხმათა უმრავლესობა ქართულ ოცნებას ერგო. საკრებულოს თავმჯდომარეობის ამბიციას სწორედ მმართველი პარტიის წევრებს აქვთ. ჯერჯერობით 5 გამოკვეთილი კანდიდატია, რომელიც ამ თანამდებობისთვის ბრძოლას აპირებს. ვინ არიან ისინი და იგეგმება თუ არა მასობრივი საკადრო ცვლილება გამგეობაში? ნახეთ ჩვენი ჟურნალისტის სიუჟეტი. თვითმმართველობის არჩევნების შედეგით უკვე ცნობილია, რომ საკრებულოში ხმათა უმრავლესობა ქართულ ოცნებას ექნება. მთლიანობაში 38 წევრიდან 25 კოალიციიდან დაკომპლექტდება. მათგან საკრებულოში 17 გამარჯვებული დეპუტატი, ხოლო 8 პარტიული სიიწარს დგება. ნაციონალურ მოძრაობას 6 ხმა ექნება, ბურჯანაძე 3, ხოლო ლეიბორისტებს 1. ჯერჯერობით ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის ამბიცია არავის აქვს. მმართველი პარტიიდან კი მსურველი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავად პარტიაში მოელოდნენ. ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო ცნობილი, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობა გამგებელ ემზარ ჯიქურაშვილს სურდა და მან კაჭრეთის დეპუტატად კენჭი სწორედ ამ მიზნით იყარა. დღეს ირკვევა, რომ მას კიდევ რამდენიმე კონკურენტი ეყოლება. 8 წელი საკრებულოში მოხვედრა მხოლოდ დეპუტატობისთვის არ სურდა რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად ყვირალაშვილს. ერთდროს მისივე შეფასებით პოლიტიკურ ჯარისკაცს ახლა საკრებულოს სათავეში ჩადგომის გონივრული ამბიცია აქვს. მე მაქვს გონივრული ამბიცია იმისი რომ კონდეს ამბიცია საკრებულოს თავმჯდომარეობის მე წლების განმავლობაში ვქნდიან პოლიტიკურ სპექტრს და ადგილობრივ დონეზე რა თქმა უნდა გვაქვს ამის გამოცდილება საკრებულოს მუშაობის გამოცდილებას საკრებულოს თავმჯდომარეობის სურვილი ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელს ვანო ბერიძიშვილსაც აქვს. ზვიად ყვირალაშვილისგან განსხვავებით მას თანაგუნდელების მხარდაჭერაში ეჭვიც კი არ ეპარება. სულები მაქვს ხა. უმრავლესობა დამიჭერს ხარ. ვა დარწმუნებული და მითო კაცო ხო ვიცი ყველა საზრი ვიცი და შესაბამისად მაქვს იმედი. სწორედ მისი თანაგუნდელები არიან საკრებულოში პარტიული სიით შესული სოსო ბერიკაშვილი და ზაქრო ქაჩლიშვილიც. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეობის სურვილი სავარაუდოდ მათაც აქვთ. თავმჯდომარის კანდიდატად აღარ განიხილავენ თავად საკრებულოს თავმჯდომარეს ავთანდილ ზარდიაშვილს. არჩევნების შემდეგ ასევე აქტუალური თემა გახდა თუ როგორ დაკომპლექტდება გამგეობა. მოისურვებს თუ არა ძველ გუნდთან ერთად მუშაობას ხალხის მიერ რჩეული გამგებელი გია გერგიძე. ამ საკითხზე ის ჯერჯერობით ზოგად შეფასებას აკეთებს. ვეკვირდებით რომ გურჯაანში ყველა კადრი შეიძლება პროფესიონალური თვალთახედვით თუ რა დონის პროფესიონალია ის პიროვნება, ესა თუ ის პიროვნება, არავითარი პარტიულობა არ იქნება აქ მიღებული მასში, მხედველობაში. თუ ვინ აღმოჩნდება გია გერგიძის შეფასებით პროფესიონალი, ეს სავარაუდოდ 7 ივლისიდან გაირკვევა, როცა ის რაიონს სათავეში ჩაუდგება. ამ დროისთვის კი ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ის გამგეობაში მასობრივ საკადრო ცვლილებას გეგმავს. 129 ლარიანი პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა. კოლაგის ხევზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილია. ნაწილი კი პროტესტს გამოთქვამს, რადგან ხევს მთლიანად არწმენდნენ. მთელი ეზო წაიღო, ვენახი წაიღო და სახლში შემოგვივარდა ეს ამხელა წყალი და სულ დატბორა მთელი მარანი, კუხნა, ოთახები და არ ვიცი, აი აქ ვერ შემოხვიდოდით იმ ხელა ორმოებდა ეს იყო. დათუაშვილების ოჯახი ერთადერთი არ არის, ვისაც ცხოვრებას ახსած კოლაგის ხევიდან გადმოსული ნიაღვარი ტბორავს და დიდ ზარალს აყენებს. ეს პრობლემა აქ მაცხოვრებლებს 10 წელზე მეტია აწუხებთ. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც 51 მეტრის სიგრძეზე ღია და დახურული ნიაღვარის გამტარი მილების დამონტაჟებას გულისხმობს.
ნაგავი და ამოვსებული იყო ეს ხიდი და ეხლა ძალიან დიდი მადლობლები ვართ, რომ ესეთი კაი რაღაც კეთდება და ფართოვდება ეს ხიდი და მე რა ვიცი, მე მგონია რომ საშველი დაგვადგება. ხევი რომ მოდის, დიდი ხევი ანგრევს ბინებსაც და ბაღჩებსაც. აღარ იქნება ეს, იმიტომ რომ აფართოებენ ამ გზას და როგორ იქნება, თქვენ ხო ხედავთ რომ როგორ არის გაფართოებული, რამხელა სიგანით აკეთებენ და თავისუფლად წავა როგორ ითქინდა, ბევრი წყალი მოვიდეს. სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებით სამშენებლო კომპანია შარა ასრულებს. პროექტის ღირებულება 169,000 ლარია. ეს წყალგამტარი არ ატარებდა წყალს და ხიდიზე ამოდიოდა მთელი ეს ხრეშოვანი მასალა და უკვე მოსახლეობა ზარალდებოდა. ეხლა კეთდება 19 მეტრი მარტო ეს სწორკუთხა მილი და ქვემოთ 32 მეტრზე კეთდება ღია არხი, რომელიც, რავი, ამ წყალს გაატარებს. სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი თქმით, სანიაღვრეების მოწყობით პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ გადაიჭრება და თუ ხევი ბოლომდე არ გაიწმინდა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უფრო მეტად დაიტბორება. ეს წყალი სანამ ეს გაკეთდებოდა, მიდიოდა და აი სოფლის ბოლოში იშლებოდა, ზოგი იქით მიდიოდა, ზოგი აქეთ. ეხლა აკეთებენ ეგრე, რომ პირდაპირ როგორც ავტომატი დაუმიზნო ნაკვეთებში. აი ამის ქვეიდან, სადაც ამათ გასაკეთებელი აქვს, ამის ქვეიდან არის საჭირო, რომ ამ წყალს მიეცეს ის გზა და ის ბილიკი, რომ ის ნაკვეთები აწალეკო. თუ ეს ვისმე შეუძლია და ეხება, თქო რომ ბოლომდე მიიყვანოს ამ ხევს გზა მისცენ, რომ ეს ნაკვეთები აღარ დაგვიტბოროს. ეს ხიდი სოფელში კი კარგია, მაგრამ ქვევით ნაკვეთებისთვის კიდევ გესაძლევს იმ ვენახებში დასასვლელად. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმ საფრთხეს, რაზეც მოსახლეობას საუბრობს, ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა კოლაგის ხევიც პერიოდულად გაიწმინდება. ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არის მოსალოდნელი. მომდევნო წლებში, როგორც სხვა ხევებზე, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით აუცილებლად მოხდება კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. კოლაგში სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დამთავრდება. ანალოგიური პროექტი მიმდინარეობს ვაკურციხის ხევზეც. გურჯაანის რაიონულმა სასამართლო მყარლის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის დავით ქევხეშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ყოფილი გამგებელი საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. პოლიციამ მყარლის გამგებელი დავით ქევხეშვილი და მასთან ერთად კიდევ 17 პირი, ძირითადად ქართული ოცნების აქტივისტები, სრულმანი ხულიგნობის ბრალდებით 25 აპრილს დილით დააკავა. ამავე დროს საკრებულოს წევრებმა დახურულის ხდომა გამართეს და გამგებელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კახეთის რეგიონში 50,000 ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან. მასიურად ატმის კრეფა 20 ივნისიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთის რეგიონში ატმის რეალიზაციის პრობლემა არ იქნება. ვინაიდან შეიქმნება საორგანიზაციო შტაბები, რომელიც გლეხებს პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება. ახაშნელთა ნაწილი ატმის რეალიზაციის პრობლემაზე უკვე საუბრობს. ისინი ამბობენ, რომ მყიდველი არ არის 1 კილოგრამი ატმისა და ვაშლატამის ფასი 50 თეთრიდან ლარ ნახევრამდე მერყეობს. ძალიან აჭირს, აი 2 დღეა არ იყიდება. რა ვქნა, დღეს ჩამოვიდა ყვე 60 კაპი გაიძახიან. ათშა ლარამდე სამერყეობს. ლარზე რა ის არის ეს 2 ლარიღის კიდევა. სწორედ ამ საკითხზე იმშელეს დღეს კახეთის გუბერნატორმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სამხარეო ადმინისტრაციაში. ირაკლი შიოლაშვილის თქმით, რუსეთის ბაზარი და საწარმოები გახსნილია და ატმის რეალიზაცია აქტიურად 20 ივნისიდან დაიწყება. რუსეთთან ბაზარი გახსნილია, იცით რომ დამატებით სახელმწიფომ ხელი შეუწყო საწარმოების გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას და მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ სტატუსებოდა თითქოს ეს საწარმოები გაჩერებულია. რეალურად რეგიონში ჩვენ ველოდებით მოსავალს 20 რიცხვიდან იმ პროდუქტს, რომლის რეალიზაციას და რომლის გატანაც უნდა მოხდეს ექსპორტით
სახელმწიფო მთლიანად ჩართული არის ამ პროცესის მოგვარებაში. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით იმისათვის, რომ ატმის რეალიზაცია არ შეფერხდეს, საკოორდინაციო შტაბები გაიხსნება, სადაც რუს ექსპერტებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მიხილეთ მუშა შეხვედრაზე ატმის თემასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია მის ექსპორტთან, შესაბამისად ის ბაზარი გახსნილი ამ ეტაპზე და შესაბამისად ორგანიზაციის დასაგეგმი, კომუნიკაცია არის დასაგეგმი გელახებთან, ძებებს უნდა მიმართონ და სად იქნება აღნიშნული შტაბები განლაგებული. სიახლე გახლავთ, რომ იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი და ყველა ის საჭირო დოკუმენტები, რაც მათ ჭირდება ექსპორტისთვის, იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი საკოორდინაციო ცენტრებში. ტერიტორიულ ერთეულზე, სადაც ინფრასტრუქტურა გვაძლევს ამის საშუალებას. წელს კახეთში 50,000 ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან. სამინისტროში აცხადებენ, რომ არც ერთი კილოგრამი ჩაუბარებელი არ დარჩება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა ქართული ოცნების გურჯაანის გამგებლობის კანდიდატმა გივი გერგიძემ დღეს ჩუმლახში მცხოვრების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი მოინახულა და საჩუქრად კომპიუტერი გადასცა. მოზარდი სკოლაში ვერ დადის და სასწავლო პროგრამას ინკლუზიური სწავლების მეთოდით ეუფლება. ამიერიდან კი ის სასწავლო მასალასთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას კომპიუტერის საშუალებით მოიძიებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის, სწავლისთვის და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ეს ამისი სურვილი ასრულდა იმისთვის, რომ რაღაცა უფრო წინ წავიდეს და უფრო კარგად გამოვიდეს ამისი სწავლის საქმე და ეს ჩვენი წვალებას დაფასდეს. საკარაჯოს რაიონის სოფელ იონმუღალოში მწარეხევის საბადოზე დღეიდან გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო. პროექტს ამერიკული კომპანია ფრონტერა ახორციელებს. ჭაბურღილიდან მილებში ბუნებრივი აირის პირველად გაშვების პროცესს ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მწარეხევის საბადოზე აღნიშნული პროექტის განხორციელება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა უშუალოდ გაზის ამოტუმვა და მილებში ჩაშვება დღეიდან ხორციელდება. ცნობილია, რომ საქართველო არის ენერგოტრანზიციის ქვეყანა, მაგრამ მას აქვს პოტენციურად შესაძლებლობა, რომ გახდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაზის მომპოვებელი სახელმწიფოც. რაც შეეხება ხელშეწყობას საქართველოს ენერგომოთხოვნების დამოუკიდებლობას, ეს ასევე საშუალებას მისცემს ქვეყანას ბუნებრივი აირი ექსპორტზეც კი გაიტანოს. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ენერგეტიკის სფეროში. ესაა ისტორიული მოვლენა, ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ. ძირითადად კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროში. აღმოაჩინეთ 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება. ეს არის პირველად საქართველოში, როდესაც ქართული მოპოვებული გაზი მიეწოდება ნებისმიერ მომხმარებელს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიქნებით შეერთებული მთავარ გაზის მისადენზე უკვე შევერთით, უკვე როგორც ხედავთ და იგავით მონსტრე, ჩვენ უკვე ვტუმბავთ ჩვენ ბუნებრივ გაზს და ვაწვდით ქართულ მომხმარებელს. ეთერში რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენები, რომელსაც თამარ ჭაღოშვილი გაგაცნობთ. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორი ახალი შეთანხმება გაფორმდა. 300%-იანი პრემიები თბილისის საკრებულოში და თავმჯდომარის პირველი კომენტარი. თუ არ იქნება ადამიანების შრომა სწორად ანაზღაურებული, ყოველთვის იქნება საფრთხე ბიუჯეტის არასწორი წარმართვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განაპირობებები. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო საუზმე გამართა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარკისიანთან, რის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარკისიანი ესწრებოდნენ. აპარატის თანამშრომლებს არანორმალური სამუშაო რეჟიმის გამო პრემიები დამსახურებულად აქვთ მიღებული.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ასე დედაქალაქის თვითმმართველ ორგანოში 300%-იანი პრემიების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. დავით სერგეენკო კი აცხადებს, რომ წელიწადნახევარია პრემია საერთოდ არ აუღია. მათემატიკაში გამოსვლას მიტარებთ? არა, გვაიძახეთ ციფრები. გითხარით 2800 გაამრავლეთ, 3-ზე და რამდენიც არის იმდენია პრემია. თქვენი ხელფასი რომ არ იყოს თქვენი შრომის შესაბამისი და შესაძლისი. თქვენი შრომის უნარიანობა და ნაყოფიერება შემცირდება? ჩვენ ბიუჯეტიდან ბატონო ირაკლი ჩვენ გამეჯერეთ ჩვენს განყოფილების უფროსთან სამსახურის ან სტუდიის ბატონო ირაკლი ჩვენ ბიუჯეტიდან ფულს არ ვიღებთ ეკითხა ჩვენ არ გვეხება ბოლოს რამდენი ჩაგერიცათ არ გახსოვთ არ მახსოვს მაგრამ მოგცემთ მე ხო შეიძლება ამ შესაძლებლად რატომ აბეურებინებთ ერთ და იგივე მნიშვნელოვანი არის რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს ყველა დეტალზე ამ პრემიებთან დაკავშირებით რადგან ძალიან მტკივნეული საკითხია მართლა თბილისის საკრებულოში გაცემულ პრემიებს სამარცხვინოს უწოდებს ირმა ინაშვილი. მისი თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან თანამდებობის პირების მიერ ასეთი მაღალი პრემიების აღება დაუშვებელია. და მე მინდა მივმართო საკრებულოს, ახალ საკრებულოს და მის წევრებს, რომ გაითვალისწინონ რა სოციალური ფონია გარშემო და ჯერ ვიზრუნოთ ამ ბავშვების გადარჩენაზე და ეს 300 ბავშვი გადავარჩინოთ სიკვდილისაგან და მერე ავიღოთ პრემია, იმიტომ რომ არც იმისი მომხრევა, რომ მშიერი მინისტრი ყავდეს ქვეყანას ან საკრებულოს წევრი, რომელიც ძლივს შელასლასდება კაბინეტში, მაგრამ დაუშვებელია ასეთი სოციალური უფსკული იყოს ქვეყანაში, იყვნენ ღატაკები და ძალიან მდიდრები. თავდაცვის სამინისტრო 6 ერთეული სუ 25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის გაყიდვას გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავები ამორტიზებულია, გარემონტებას არ ექვემდებარება და რამდენიმე წელია მათი ექსპლუატაცია სიძველის გამო ვერ ხერხდება. საქართველოს შერაბუძალების საავიაციო პარკი საჭიროებს მოდერნიზაციას. განახლებას, მათ შორის დაგეგმილი არის 6 ერთეული 25 ტიპის თვითმფრინავის გასხვისება, გაყიდვა. აღნიშნული თანხა მოხმარდება საავიაციო პარკის განახლებას, ტექნიკის მოდერნიზაციას. გაყიდვის დრო დადგენილი არ არის დაგეგმარების პროცესში. გადაწყვეტილება იქნა მიღებული გამომდინარე იქიდან, რომ საფრენი აპარატები, აღნიშნული საფრენი აპარატები რამდენიმე წელია არის ექსპლუატაციის გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ არ ექვემდებარებიან შეკეთებას და რემონტს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამოცანა, რომ საქართველოს ყავდეს განახლებული საავიაციო პარკი და მოდერნიზირებული ტექნოლოგია. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მეგე მშვიდობებით ნახვამდის. წყლის უცნობი გიგანტური ბინადარი ავსტრალიის სანაპიროსთან. ამსტერდამში მოწყალებას მანეკენები ითხოვენ. გახსენი ლუდი ყაზბეგი და მოიგეს შენთვის სასურველი პრიზები. თამაშდება უამრავი ლუდი, 20 პლანშეტი, 2014 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასრები 2 ბილეთი და 10 ავტომანქანა Hyundai Accent-ი. გამოშვება საერთაშორისო ამბებით განვაგრძობთ. ნიგერიაში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 30 დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი იმ ადგილას აიფეთქა, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს დიდ ტელეეკრანზე აჩვენებდნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ნიგერიის ისლამისტურმა დაჯგუფებამ ბოკო ჰარამმა აიღო, რომელიც სპორტის სამსახეობას დასავლურ გარყვნილებად თვლის. ესპანეთის ახალმა მეფემ ფილიპე მე-6-ემ დღეს ქვეყნის პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. დეპუტატების წინაშე გამოსვლისა და ფიცის დადების შემდეგ მეფე მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად მადრიდის ქუჩებში გაისერნა. მეფე ფილიპეს უფლებამოსილება წუხელ მამისგან, ხუან კარლოსისგან, მადრიდთან ახლოს სარსუელას სასახლეში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა. ფიცის დადების ცერემონიას არ დასწრებია 76 წლის მეფე ხუან კარლოსი, რომელიც ტახტიდან ივნისის დასაწყისში გადადგა.
გამოშვება საინტერესო ამბებით განვაგრძობთ, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. მეცნიერებმა სპეციალური ლოკატორების საშუალებით ავსტრალიის სანაპიროსთან ახლოს გიგანტური არსება დააფიქსირეს. როგორც უცხოური პრესა იუწყება, მას შესაძლებელია 3 მეტრიანი თეთრი ზვიგენი მთლიანად გადაეყლება. GPRS მოწყობილობა მიმაგრებული თეთრ ზვიგენზე წყალში 600 მეტრის სიღრმეზე ჩასვლის დროს ტემპერატურამ საკმაოდ მოიმატა, რაც გამოიწვია იმან, რომ თეთრი ზვიგენი სხვა არსების შიგნით მოხვდა. მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ აღნიშნულ წყლებში უცნობი არსება ბინადრობს. გეუხერხულებად გაჭირვებული ადამიანებისთვის მონეტის ჩაგდება. იმისათვის, რომ მსგავს სიტუაციებს თავი დააღწიოთ, ამსტერდამის ქუჩებში გადაწყვიტეს მანეკენები დაედგათ, რომლებიც ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი უსახლკაროებისგან, თუმცა მათთვის ჩაგდებული თანხა გაჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ. ლონდონში ვარსკვლავების კუთვნილ ნივთებს გასაყიდად გამოიტანენ. გამოშვებაში ასევე ნახავთ. კახეთში მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო გრან-პრის ტურნირი მიმდინარეობს. გამოშვებას კულტურისა და სპორტის სიახლეებით განვაგრძობთ. კოსტიუმებს, ინსტრუმენტებს, კინემატოგრაფიულ ინვენტარს, ხელნაწერებს და ვარსკვლავების სხვა ძვირფას ნივთებს მალე ლონდონში გასაყიდად გამოიტანენ. აუქციონის სახლი კრისტი გაყიდის ნივთებს, რომლებიც ოდესღაც ისეთ ვარსკვლავებს ეკუთვნოდათ, როგორებიც ჯონ ლენონი, მადონა, ჯულია რობერტსი და გრეის კელი არიან. ჯერჯერობით კი ძვირფასი ნივთების ნახვა გამოფენასია შესაძლებელი, რომელსაც პოპ კულტურამ არადიული მემკვიდრეობა ჰქვია. ლუკასი ქუჩის მუსიკოსია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ქუჩებში ხშირად აწყობს პერფორმანსებს და თავისი უცნაური მამაკაცისთვის არაბუნებრივი ხმით გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში ექცევა. კახეთში დღეს მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო გრან-პრის ტურნირი დაიწყო. ასპარეზობა ლოპოტა რეზორტში მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს საჭადრაკო სამყაროს გამორჩეული სპორტსმენი ქალები მონაწილეობენ. გათამაშებაში 8 ქვეყნის 12 უძლიერესი დიდოსტატი მანდილოსანი ჩაებმება. გრან-პრის ამ ეტაპზე შეიძლება ის მოჭადრაკე გამოიკვეთოს, რომელიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანს ტიტულისათვის შეებრძოლება. საქართველოში ესეთი დონის გრან-პრი არ ჩატარებულა აქამდე, ასეთ სასიამოვნო გარემოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესტუმრა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ილუმჟინოვი. ქალბატონები ემზადებიან ამ ტურნირისთვის და მე ვფიქრობ, საინტერესო იქნება, რომ მომავალში საქართველოს იყოს ესეთი დონის ჩემპიონატების თუ ტურნირების მასპინძელი. ჩვენ სოფლიო გრან-პრის გათამაშების 2013-14 წლების მეხუთე ეტაპი იწყება დღეს ლოპოტაზე. ეს არის ყველაზე ძლიერი ტურნირი ამ 2 წლიანი ციკლისა. მასში მონაწილეობს სოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოიუფანი, გრან-პრის მფლობელი, პირველი ათეულიდან 7 წარმომადგენელი არის ჩამოსული საქართველოში და რაც მთავარი არის, მასში მონაწილეობს 2 ქართველი მოჭადრაკე. ამ ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში უკვე შევხვდები მსოფლიო ჩემპიონის მატჩი. ამიტომ ყველანაირად ვეცდები, რომ მაქსიმალურად გამოვავლინე საკუთარი ძალები და ვიბრძოლო პირველობისთვის. ინციდენტი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის აირბის თბილისის თასის მატჩზე. ჩხუბი მოედანზე 71 წუთზე მეტოქის 22 მეტრიან ზონაში მოხდა, როცა საქართველოს ნაკრები 16-18 აგებდა. არბიტრმა მოედრიდან ნაკრებების 2 მოთამაშე გააძევა, მატჩი არგენტინელების გამარჯვებით 16-26 დასრულდა. ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ჩვენი გამოშვება ამით დასრულდა, ნახვამდის.